ყველა ადამიანში არსებობს განსაკუთრებული უნიკალური ნოტი, მაგრამ როგორ აღმოვაჩინოთ ის? დაიწყო ჩაწერა ჩემს საავტორო კურსზე სახელწოდებით კამერტონი საჭირო ნოტი მენეჯმენტში. ყველასათვის ცნობილია, რომ კამერტონი საკუთარ რეალიზაციაში გამოსცემს ეტალონურ ნოტს, რომლის მიხედვითაც ხდება ინსტრუმენტის აწყობა. გთავაზობთ კამერტონის კონცეფციას, როგორც საკუთარი თავის, ასევე გუნდის ფორმირების და რეგულირების ეფექტურ ინსტრუმენტს. ჩვენ ამ კურსს დავიწყებთ ფსიქოენერგეტიკაზე საუბრით. მე შევეხები ადამიანის ინსტინქტურ ბუნებას, იმ ენერგიას, რომელიც შეგრძნებებს, განცდებს, გრძნობებს და ემოციებს წარმოშობს და ქმნის მიზეზების სამყაროს. ჩვენ გავეცნობით ადამიანური ნების ფუნდამენტს. მენეჯმენტი სწორედ აქედან იწყება. მე აქ შემოგთავაზებთ ეგრეთ წოდებულ სქიზას. ეს არის სპეციალური ნახაზი სქემა, მოკლედ რომ ვთქვათ, სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც თქვენ საშუალებას მოგცემთ ინდივიდუალურად გამოავლინოთ, გაიაზროთ და განასხვავოთ ეს ენერგეტიკული საწყისები საკუთარ თავში. ასევე საჭიროებისამებრ გააძლიეროთ ან დააბალანსოთ ეს ენერგეტიკული ბაზა და მოახდინოთ თქვენს ფუნქციებს და საჭიროებებს შორის ამ ენერგიის სწორი გადანაწილება. ამ გზით მივდივართ ინტუიციამდე. ინტუიცია არის სულის ნიჭი, სულის თვისება, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ და იმუშაო მასთან. მეორე საკითხი, რომელსაც ჩვენ შევისწავლით ამ კურსზე, ეს არის თვითრეალიზაციის კოორდინატები. აქ იგულისხმება ჩანაფიქრის რეალიზაცია. მოგეხსენებათ, ნებისმიერ სივრცეში არსებობს ეგრეთ წოდებული რეზონანსული სიხშირეები, ანუ ერთგვარი ხელმოსაკიდი ბერკეტები, რომელთა სწორ გამოყენებას მივყავართ ჩანაფიქრის რეალიზაციამდე. ეს კოორდინატები ამდიდრებენ ადამიანის პერსონალურ ბუნებას. ჩვენ შევისწავლით, თუ როგორ აღმოვაჩინოთ და მივახციოთ იმ კოორდინატებს, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან მოქმედების ერთიანობას. მოქმედების ერთიანობა არის უნარი, ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანი ხელმძღვანელობს მიზნის მიღწევის გზაზე. შემდეგ ჩვენ შევეხებით სტრატეგიის საკითხს ცხოვრებაში და სტრატეგიულობას როგორც უნარს. რომელი ნიშნით არის უმჯობესი, რომ განვასხვაოთ და მოვახდინოთ სტრატეგიების კლასიფიკაცია, რატომ არ მუშაობს ხოლმე ზოგადი სისტემური და საყოველთაო სტრატეგიები ინდივიდუალურ შემთხვევაში, როგორ შეიძლება რომ მოვარგოთ ასეთი სტრატეგია თანამშრომლის თუ საკუთარ ინდივიდუალობას, ან და საერთოდ შევქმნათ ჩვენ ინდივიდუალური სტრატეგია, რომელიც გარანტირებულად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. ერთის მხრივ გასაგებია ინდივიდუალიზმის აქტუალურობა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ სოციუმის წევრები ვართ და ურთიერთდამოკიდებულების კონტექსტში ვარსებობთ. და რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ყველაფრის სწორი ტექნიკური გამოხატულება. ცხადია, ყველასათვის კარგი და მისაღები ვერ იქნები, მაგრამ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ტრანსლირებთ გარე სამყაროში, შესაბამისი ფორმით უნდა იყოს გამოხატული იმისათვის, რომ ტალღა დაედოს ტალღას და ჩვენი გზავნილების განხორციელება იყოს პროდუქტიული. ამ მიზნით ჩვენ შევისწავლით დინამიკის მართვის ტექნოლოგიას, შემოსავლის ზრდის ტექნოლოგიას, ინფორმაციის დანერგვის ტექნიკას, თანამშრომლის მართვის ტექნიკას და მაგნეტიზმის ტექნიკას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ლიდერის არსენალში. ჩვენ ასევე გავეცნებით გაყიდვების ხელოვნებას და გაყიდვის ეფექტურ ტექნიკებს. ეფექტური ნიშნავს შედეგიანი, რეზულტატური. რაც გულისხმობს იმას, რომ კარგად ყიდის ის, ვინც უკეთესად ყიდულობს. ასევე მენეჯმენტი არ არის მხოლოდ მართვა და ადმინისტრირება. თუ კი ჩვენ ინგლისური ენიდან პირდაპირ მშრალად გადმოვთარგმნით ამ ტერმინს, რა თქმა უნდა, მივიღებთ მართვის განმარტებას, მაგრამ თუ კი ცოტათი სიღრმისეულად გამოვიკლეთ ამ ცნებას, მაშინ ჩვენ მივდივართ ძველ ბერძნულ განმარტებამდე, სადაც ეს სიტყვა შედგება ორი ნაწილისაგან. მანუს ხელი და აჯერე კეთება. მანუს აჯერე ნიშნავს ხელით კეთებას. მენეჯერი არის ის, ვინც საკუთარი ხელით აკეთებს საქმეს. სწორედ ეს თვისება განასხვავებს მენეჯერს ბიზნესის სხვა ოპერატიული ფუნქციისაგან. თუ კი ბიზნესმენის, კომერსანტის უშუალო ინტერესს და მიზანს წარმოადგენს კომერციული მოგება, მენეჯერის მიზანია შევიდეს საქმის ოპერატიული მართვის ცენტრში და შესაძლებელი გახადოს მის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის ფულში კონვერტირება. გარდა მართვის უნიკალური უნარებისა და ტექნიკისა, რომელსაც თქვენ რეალურად შეიძენთ კამერტონის კურსზე, პროდუქტიული მენეჯმენტისთვის ასევე შექმნის პირობაც აუცილებელია. მენეჯერს ასევე უნდა შეეძლოს მაგალითად თანამშრომელში განსხვავებული ლიდერული უნარის ამოცნობა და
მისი წარმართვა საჭირო მიმართულებით. ან და ასეთი უნარის ფორმირება მასში. თუნდაც რაღაც პატარა სიახლის ან ეფექტური ინფორმაციის დანერგვა გუნდში, ან და ფუნქციონალური და ურთიერთსასარგებლო სიახლეების შეტანა, მაგრამ ამისათვის საჭიროა ასეთი სიახლის შექმნა, ანუ მიზნის ტექნიკური ფორმალიზაცია. ერთი სიტყვით, ჩანაფიქრის განხორციელებისათვის საჭიროა რეალურად ეფექტური ტექნიკა და ბევრ შემთხვევაში ასეთი ტექნიკის შექმნის ცოდნაც კი. და მაინც რა არის ტექნიკა და როგორ შევქმნათ ის? ვიტყვი ერთს, რომ ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური ტექნოლოგია, ტექნიკა არის გამოსახულება, ინტერფეისი, ვიზუალური ილეთი. ცხოვრება სავსეა ისეთი საკითხებით, რომლებზეც უბრალოდ უნდა ვიცოდეთ პასუხები. როგორ გავიგოთ პასუხი საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. მაგალითისთვის, ძაფის გორგალი რომ აიღო, შეაგორო და გაყვე ძაფს. თუმცა უნდა იცოდე, სად, როდის და როგორ განახორციელო ეს ტექნიკურად. გასაგებია, რომ ამ მაგალითს პირობითად აღნიშნავ, მაგრამ შინაარსის და ფორმის თანხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში. დარეგისტრირდი, დანარჩენზე ვისაუბროთ კამერტონის კურსზე.